იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის 6 კანდიდატს სერტიფიკატები გადაეცა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებმა 6-თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარეს როგორც თეორიული სწავლება, ასევე სავალდებულო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მსმენელებს სერტიფიკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გადასცეს. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლას კიდევ 8 მსმენელი აგრძელებს. კიდევ 800 სამოსამართლო კანდიდატი გადის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მომზადების პროგრამას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებით სასამართლო სისტემას და სამოსამართლო კორპუსს შეემატება კიდევ 6 ახალი კვალიფიციური მოსამართლე. ყველა მოსამართლე მოუთმენად მოელოდება ახალი კადრის დამატებას, იმიტომ რომ საქმეთა რაოდენობის დასთან ერთად ნამდვილად საჭირო არის ახალი კადრი სასამართლოში. ესე რომ ეს ჯგუფიც კი საკმარისი არ იქნება სრულად შესავსებლად მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს ითვალისწინებდა როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკული საქმიანობის და უნარჩვევების გამომუშავებას და რაც მნიშვნელოვანი არის შემდგომი საქმიანობისათვის პროფესიული კუთხით, რა თქმა უნდა.